აბა დღეს რო ჩემი დაბადების დღეა ვირას ჩუქნით? ძალიან დიდი მადლობა, საყოლ. რას გთხოვე, ყარა უნდა გაჩუქო, ვერ გავიგე. სიცოცხლე რო გაჩუქე, ეგ არ გეყო? ეგ მე ხო გაჩუქე გუშინ წინ ჩემი კალამი. აი 4 თრიანი კალამია იღი და უკან გაიკეთე. ომარიკო სტუმრები რომ მოვლენ, ქვემოთ უნდა ჩამეგზავნო ლობიან ხაჭაპური ამოსატანი იქიდან, საწყობიდან. ვინ სტუმრები მოდიან, მინდა მიპატიჟე. არავინ კაცო ისეთი. ომარიკო გააღემიდი ერთი ეგ კარები რა. აბა გილოცავ მოჯახში მოვიდი მოკეიფები გილოცავ მობრძანდით მადლობა ძალიან დიდი გაიხარეთ. ამ ჭიქით ანასტასიას გაუმარჯოს. კარგად იყავი ჩემო ლამაზო. სულ აი კარგი და წარმატებული ამბები გამეგოს შენგან. გაგიმარჯოს. მადლობა. აი ეს ბედრჯანი ჩამადგმევინეთ მანდ. ოსტრი ციხლები მოვა. ხო, მომეცი ეს ჩავდგათ. გაიხარეთ გოგოებო ჩემი შვილის დღე გრძელობისთვის. შვილი ხარ ამ ხელა ბედნიერებაა, მე მგონი ჩემგან არ გესწავლებათ და ჩემი შვილის თამადობით კიდე ყველა თქვენგანი შვილებს დაგილოცავთ. აბა ეს ხილი ოსტრით ჩადგით მანდ? მოგაწუხინ გააკითხეს? ხო თეკლა. გოგო რომელზე გავდივართ დღეს ჩვენ? გოგო ვერ გამოვალ დღეს. რა ვერ გამოხვალ გოგო რასაკეთებ? ზესტები ფაქტობრივად მუშაობ. სტუმრები ყავს სახლში? ხო დიდი ჩემის და ქალებს ვემსახურები რა. აუ რომ მოიწყდი დარეკე რა. კაი ამ ცელი მეორე მაგიდიდან მეძახიან. გემრიელია ხო? აი ხო ახეს ეს კარტოფილი ვესრონდო ხა იმუტვინოთ რა. 4 ბავშვი მომიყვანა კარტოფილში კარტოფილი შეგვიწვიო. მერი რა იყო შენ არ იყავი ბავშვი რა მოხდა? აუ იმდენი შეჭრო მე შევჭამო რა. დევასო ტყემლით შეჭამს სალომე კეჩუპით და მე ყველ შევატან. აჰა, ნაირი მენიუ შეუდგენიან თუქვე. და უნდა მიშველო ანასტასია, რა ვიცი, აღარ ტყემალი დამჭა სახლში ბებია თქვენის და კეჩუპის საერთოდ არ მაქვს და უნდა ჩამეგზავნო ორნაბიჯში რა ვქნა. მე ვერ სადურჩევარ შანსი არ არის. აბონიშვინე შევიდე. და რო იცოდე თუ შენ ვერ მიდიხარ ორნაბიჯში, ორნაბიჯი მოდის შენთან. თან დღეში მხოლოდ 14 თეთრად. ეს დღეში 14 თეთრი რა არის, ვერ გავიგე. შამპუნი არ არის, ვერ იბანავებ საერთოდ. ხო და თუ გამოძახებას აპირებ, გამოიძახე ეგეც. დიახ, თქვენ სწორად მივხვდით. გამოიძახე ულიმიტოდ ორნაბიჯის პრაიმ პაკეტი წელიწადში მხოლოდ 59.99-ად, რაც დღეში მხოლოდ 14 თეთრი გამოდის და აღარ მოგიწევს კიბეებზე კლოშინი. აუ ორნაბიჯის მარკეტინგში უნდა დავიწყო მუშაობა, ისეთი რეკლამები გამომდის. დევასო პეპსის დალევს, მე კომპოტს და სალომე და ცოტნე ცივყავას. რა შეგვეთებს მაძლევ შენ, ვერ გავიგე. დადი ახლა კიდე სანამ წვდე იწოდე. რა შეგვი გოგო შენ კიდე იძახებ? ვიძახებ. აი მე ადრე მკითხავდი ხოლმე ყავაზე. ისე კარგად ამართლებ და იმდენი კლიენტები მყავდა გოგო, დადიოდა ხოლმე ხალხი, ფულსაც ვაკეთებდი ცოტა. რუსეთში რო ცხოვრობდი ხოლმე, იქ იყო ჩემ კორპუსში მე-12 სართულზე ერთი ქალი. ისე კარგად ხედავდი ხოლმე ჭიქაში ყველაფერს წინასწარ ამბობდა. მაგრამ ეხლა რუსეთი ხო იბომბება და დრონი რომ მოხდა ჩვენ კორპუსს მაშინ დაიღუპა. დედა რას ამბობ? ვერ დაინახა ალბათ ყავაშის უკრაინული დრონი. აუ ინგა ისიც მოყევი როგორ დაიწყე მკითხავის კარიერა. იცი რა გააჩალიჩა. აი, პაკას მოუყვები დაიცადე. მოკლედ რაღაცა ის იყო 3 მარტი თუ 8 მარტი კორპუსის გოგოებმა ვიქეიფეთ, ხო და იქ რო დაილია ყავა და ის საზღვათაშორისო გავაჟღერეს უფრაზე რომ მეთქი ყავაზე მკითხაობ თქო. ეგრევე ამიყორავდა წინ ერთი კაი 15 ჭიქა იყო. და ყველას უთხარი ამ ჩვენი კორპუსის გოგოებს რომ მეთქი ჩაბნელებულ კორპუსს ხედავ თქო. ხო და რომ მორჩაბერეს кейპი ავედი სხვენში და ის გამოფრთველი ჩავაქრე შუქითლიან კორპუსში. აუ ეგ დღე როგორ მახსოვს, სანთლიშუბზე ვიმეცადინე მაგ საღამოს. მასწავლებელმა რომ მკითხა მეორე დღეს ნახევარი დავალიბარად უგეწერიაო, დედა ჩემის კარიერამ შემიწირა მეთქი უთხარი. სუგაგიშდა. ეგ დღე იყო და ეგ დღე 2-3 წელი მე კლიენტი არ მომკლებია. გოგო მუხიანიდან და თემკიდან მოდიოდა ხალხი ჩემთან სამკითხაოდ. 2019 წელს სხვათა შორის ჩემი მეგობარი იყო ჩამოსული სვეტა საბერძნე ახალი გათხოვილი იყო, ხო გახსოვს, ხო და იმას დაუნახე ჭიქაში პირბადე. კი დაიწყო 2-3 თვეში მერე პანდემია. იქ პირბადე ძალიან კარგად მახსოვს და მე თუ მკითხო პირბადე კიდე ტრუნსიკი იყო. იმიტომ რომ ეგ გოგოლია და ერთოში ფეხმძიმედ დარჩა. აი მე გოგო გავგიშვდი, კი ხო წები მიდი მიმკითხავი მეც აქ არის ჩემი ჭიქა. აი მე რა ვიცი გოგო, იმდენი ხანი არ მიმკითხავია რომ ვინ ყავს შენ დედასოზე? დედა შენი დალი. გოგო რაღაცა სიბნელი ალგას თავზე და ხო აკარგად.
რა ვიცი, კარგად არის კი, ცოტა წნევები კი აწუხებს, მაგრამ ისე კარგად არის. დაიცა ჩემი შვილი. ხო, გვანცადია და. ვაიმე. მაგრამ დაბადების დღე გააძროილენი, ძალიან კაი პონტია. გოგო, კი, ძალიან მაგარი სახლი და ისე ქონია, ხო იცი? ოკეი, ხო წებით ეკლას მიმაქცევინე რა ყურადღება, ძალიან ბევრს, რაღაც სიცოცხლეს გააკეთებს ეგ. კი, ვადევნებ თვალს, ახლა ტუალეტში გასული. ისე თავის დაბადების დღეზე ლენეზე ძონძი როარ შეეწყო შეიძლებოდა, შეხვდი რა აცვია. ლენტი. ელე, ჩირს გაგიმარჯოს. ძალიან მაგარ ფორმაში ხარ. რა შვებით გაგოებო, ძალიან მაგრა ვერტობით, ხო? მეექვსე კოქტეილსა უკვე და არაფერი არ მეტყობა. გოგო, ვიხსაცმელების საწაიღე, ბაზარი ჩუსტებით ხარ გამოსული. წაი დროის გამოიცვალე ახლა ეს მერე დაგინახოს. კიკო, გაყევი რა. ვა, ლიზი რა ვახარ? ანასტასია, რა ჭირს თეკლას? ბევრი დალია? ძალიან ბარბაცებს მე მგონი, ხო? თეკლა? არა გოგო, საერთოდ არ სვავს ეს. ამას ხო ხელი ქონდა მოტეხილი და მაგდუდად ის ესე. კაი გნახავ მერე. კაი, მიდი. აუ, DJ იცი რა ჩართო? I'm still Jenny from the ხო ხდები რომელზეც გეუბნები? ძალიან მაგარი. აუ, თეკლა გამაგიჟებს გეპიწები რა. სასტავი აუშიბანოთ, წერან ხო იცი ამას გოგო რო არ დაევასა. არაყი დაასხა გოგო თავზე და მე მოათხოვა რომ წყალიაო. არაყი რო დაასხა მაგის მერე სანთებელი ცეცხლნა წაეყიდებინა თავზე. ძალიან მტრალია. აუ, უკვე ძალიან საშიშფაზე შესული და ხო არ წავიდით. ერთი წუთი ყურადღება თუ შეიძლება. თეკლას ხმა? სად არის? აუ, თეკლა, სახლის სახურავზეა ასული. Go girl. სახურავზე როგორ ავიდა? აი ხლა მინდა რომ ყველა გადავხდე თავისე დავამტკიცოთ რომ ყველაზე მაგრები ვარ. თეკლა არ გადმოხდე, გაგიჟდი? გეხოცები ვინმე ჩამოიყვანით რა. არ გადმოხდე. აუ, მოკვდა. ბებო, როგორ ახარ? გესმის ჩემი ხმა? ხო, გესმის ჩემი ხმა? კარგად ბებო, შედაგოდა ხარ და გეწამლა ბებო ეშა. მეც კარგად, დაიწყვა დადეგები, მაგრამ ჯერ ვერ ვერთობით ბავშვები. ვერ ერთობით ჯერა. ხო, რა იცენა ხამანდა თბილისიდან ბავშვებმა გართობა. აქ რა ჩამოხარ შენა სოფელში, ხო? აი ეს გართობი კარგად. ხო, დედამ თქვა რომ ივლისში ჩავალთ სოფელშიო, მანამდე ვერ, იმიტომ რომ ანასტასიას აქ გამოცდები და ივლისში ჩამოვალთ მერე მანდ. ხო, შვილო, რომ საკიდად მაშინ ჩამოდით თქვენ ივლისი აგვისტონა საკიდად. ამესმინე, მარტო ხარ მანდა შენა. არ არის მარტო. ფულს თუ უგზავ, უთხარი რომ შორტები იყიდო ზაფხულს არაფერი არა გამასთან საწმელი. ხო, უგზავდი, მაგასაც ანასტასიას შეპირებულება არ ორივეს. სხვა ბავშვები ჩამოვიდნენ სოფელში, ლაშა და ისინი. რა ვიცი, ხა ჩამოვიდა 1-2, ხო, ნიკოლაძეების ბავშვი აქ არის, მაგრამ მაგასთან ქეშაობა დაუწყია იქ დავინახე ბოსტანში და. ეგეც გავიგე, მაისულსაც იყიდეს აუცილებლად. ჯერ არ გამოუგზავნე და დამიხარჯა უკვე. და რა კაი ჭრდილია? გაგავშალოთ გოგოს უბრალჯობია. აბა შარშა რომ გავშალეთ სადღაც გორაკზე. ჩემი წამოღებული ერთ თავი ყოველი დაგვიგორდა გოგო თქვენოთ. ისე თუდად მოჭარჭელი გახსენება აღარ მინდა მაგამდე. დღეს კურიოზად ვიხსენებ გოგო მაგამას. და დაგვიგორდა ყველი. ან ვინ იყო ახლა მაგის დამწევი? ტეუნა კი გაეკიდა, მაგრამ ტეუნა დაეწევით მაგას. ლელა მოდი ერთი გეხვეწები ეს დასაფენი გამაშლევინე შენ გახარებას რომ აქ გავშალოთ მერე. დე, ბავშვები იქითკენ ვითამაშობთ, მარიამს ბურთი აქვს წამოღებული და წრეში ბურთი უნდა ვითამაშოთ. შორს არ წაბოდიალდეთ ეხლა. ომარიკო როგორც გამეცადი ეცოდე წრეში რა ისვრი ბურთს ჯერ მიწაზე უნდა დავარდეს ის. აიმე რაღაცის წელი ჩავამთავრეთ რაღაც დავეძებთ. არის სიბაშვილის მშობელიც რო არ წამოვიდა წელს ისე მიხარია. ამპულა ჩაუტკია ხო იცით? ისა გოგოებო, ღვინის ბოთლები სად არის აქ? ხაჭაპურებთან და უკანას კამის ქვეშ და. ხო არ დაგორდანი და ქვემოთ. ლანეჩკა, გეხოცები შეიხედი აბა ერთი წინას კამების ქვეშ. არა, აქ არ არის არაფერი. უიდედა. მანდ იქნება კაცო მოძებნეთ კარგად. დედა აქ მდინარე ხო არ არის სადმე. ბავშვები არ გადაგვიწვიდა გოგო შიგნით. სად წავიდნენ კაცო ეს? ამ ჭიქით წასულები მოვიგონოთ. მათი ხსოვნა არ დავიწყება ყოფილიყოს. ლიზი ბოლომდე დალია შენეკ ჭიქა. აჰა, უყურე სად არის ჩერჩეტები ესენი? ომარიკო. თამადი ინგას ბიჭია. ას მიგვირდი. ომარიკო. რა გაგაფრთხილეთ მე თქვენ არ წამოხდეთ მეთქი ასე შორს. წამოდი ხალ მასკასთან სულ ყველანი. არაფერს ღირსები ესენი არ არიან რა. ადეგით ეხლა. მოიცა რა დე, წასულებზე გაჩერება არ შეიძლება. ჩამოასხით.
დინა კაკუნებს, ანასტასია კარზია ვიღაცა. აუ წევარ მე შენ გააღე. ესე იგი, დილიდან მან წევხარ, გოგო, ნაწოლები გაგიჭდება უკვე. ვაი, მინდა ძალიან დიდი ბოდიში გოგო, რას მოულოდნე დრო შეგაწუხე, მაგრამ გეხოცები გასაქცევი ვარ სასწრაფოდ. ხო და ერთი საათით ლიზიკო რო დაიტოვო, რას ანაბებია მისი მოვა. ვაი მე რა პრობლემაა კაცო? მოდი ლიზიკო, მოდი. ხო არ იტირებს. ესეთი ჭკვიანი გოგო არ იტირებს. მიდი დიაბა ინგა დაიდასთან ცოტა ხანი გაგართობს, ნამსხვრებს გაჭმევს და მოვა ამასობაში ბებიკოს და წამოგიყვანს. მიდი ბოგოჩო. ხო, არ არის პრობლემა. მოდი ლიზიკო, მოდი. არ ნერვიულო შენ მიდი მიხედე. რამხელა გაიზარდე გოგო. ვა, ის ვინ გაიჩითა ლიზიკო? მოდი ჩემთან. მოდი. სულ ამბობს. გაანები გოგო მოშინა უცოტა ბავშვი. მოდი ლიზიკო აკეთება, წამოდი. მოდი. გოგო მინდა. დახაკ მოვიდა. მოდი აქეთ არის ტუალეტი. იზო ხო შენით. ამას აქ შემოშობ თავის იჭებიან, ხო თუ როგორ არის ეგ? რაც ბჟუტურე გოგო 4 წელს არის ბავშვი უკვე. ანუ გამომეწალე ერთი რა. ეს ვიღარ ეკავს. დაი მე მარიკო ამან თუ კიდე იჭხუპა ეხლა სკოლაში. ხო მარიკო. სათახან შობილი აკრებაა, ყველა შობილი მოვიდა უკვე. ვაი, რომელი საათია კაცო? დედა როგორ გამომეპარად რომ იყავი მან მოვდივარ ეხლავე. კაი. მოიცა სად მიდი ხარ? ბავშვს მარტო მე ვიტოვებ? ძიძა კი არა ვარ მე. ერთად გადამავიწყდა. რას ქვია ძიძა ხო არა ხარ? ვერ გავიგე რა. ძიძა რო იყო გრეხია, ნახევარი საქართველოს ძიძა. თემას ნო მიცვლი. ეხლა არ წახვდეთ რომ შეიძლება გავაფრინო. გოგო მოვა ბები ამის სადაც არის, აიღო რა პანიკაში ხარ. წავედი ხა მე ჩვენად იყავით იცოდე. მოვჩი. ანუ